პირველი არხის პირდაპირ ეთერში სიმღერის დროს ბავშვის სავარაუდოდ უგონოდ დაეცა ეთერი კი ისე გაგრძელდა, რომ არასრულწლოვანს ყურადღება არავინ მიაქცია. მოზარდის ბებია წერს, რომ გვერდით მდგომ გოგონას წაქცეული არასრულწლოვანის დახმარება სურდა, მაგრამ სავარაუდოდ ანიშნეს, რომ სიმღერა არ შეეწყვიტა. ოჯახის ინფორმაციით ბავშვმა მცირე დაზიანება მიიღო. მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივმა უწყებელს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თბილისში 27 წლის ქალი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მან ჩიყვის ოპერაცია ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა, შემდეგ კი მდგომარეობა გაურთულდა. ქალი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფის ქალაქიდან იყო. იმერეთში კაცმა დედა, ცოლი და ცოლის მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა. ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. კაცი დაკავებულია. მას 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება. ასეული მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის გათეთრების საქმე და სამი ქვეყნის ერთობლივი სპეცოპერაცია. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ბრალდებულები აჭარაში აიყვანეს. ყადაღა დაედო 173 სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ ქონებას და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს.